მე აქვე ჩემი განცხადებით მინდა მივმართო იმ შეუგნებელ არ ადამიანებს, რომლებიც რომ ამ ქართული ოცნების მთავრობის ხარდამჭერები არიან. და ასევე რა თქმა უნდა იმ გონებაჩლუნგებს, რომელიც რომ სააკაშვილის რეჟიმის ხარდამჭერი არიან დღესაც კიდე. და ასევე იმ არ ადამიანებს და იმ ბრბოთა ჯოგს, რომლებიც რომ შევარდნაძის რეჟიმის ქაჯების ხარდამჭერები არიან დღემდე. 1992 წლიდან დღემდე სამართლიანი არჩევნები ამ ქვეყანაში არ ჩატარებულა ხალხო. სამართალს ნატრული ერი ვართ ხალხო, სამართალს ნატრული. და თუ ამ ქვეყანას და ამ ადლიან ერს სამართალი არ ეღირსა, ამ ქვეყანაში მშვიდობა არ იქნება. უპირველეს ყოვლისა სამართლიანობა უნდა აღდგეს ციხეებიდან, რომელ ციხეებშიც დღესაც კვლავ გრძელდება ადამიანების ცოცხლა ჭამა, სულიერ და ფსიქოლოგიური წამება. კი, სააკაშვილის რეჟიმი, შევარდნაძის რეჟიმი ფიზიკურად უსწორდებოდნენ პატიმრებს და ასევე რა თქმა უნდა მოქალაქეებსაც. ისინი ანუ სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი პატიმრების გვამებს ჭამდნენ, ქუჩაში ხალხს ხოცავდნენ და გვამებს ჭამდნენ, მაგრამ დღესდღეობით კი ამ უცხირპირო და უნამუსო და უღირსი არ ადამიანის მეთაურობით, ანუ წინამძღოლობით ქართული ოცნების მთავრობა ადამიანებს სულიერ და ფსიქოლოგიურად ანადგურებენ ხალხო. სულიერ და ფსიქოლოგიური წამება მიმდინარეობს ადამიანებისა მე-13 წელია ამ ქვეყანაში. თუმცა მე ისიც მინდა განვმარტო ზოგიერთ ბრბოს და უღირს ადამიანს, რომელიც უკვე დეგრიდირებულთა სიაში არის, ყავს შეყვანილი იმ ჩვენ მამაზეციერს. ადამიანის სულიერი და ფსიქოლოგიური წამება ძალიან ბევრად აღემატება ადამიანის ფიზიკურ წამებას. გაიგეთ ეხლა ხალხო, ხარადა ესეთი უტყუარი სიმართლეა, ისე როგორც 2x2=4-ია. სააკაშვილის მანიაკური რეჟიმი გვამებს ჭამდნენ ხალხო. ეს ხომ რეალობაა, ეს ხომ სიმართლეა. ესეთი უტყუარი სიმართლეა, რომლის წაშლას და დავიწყება ძნელია, მაგრამ დღესდღეობით ბიზნა ივანიშვილი და ამ მისირგვლივ მყოფი კოცების ბანდა, ანუ ბრბოთა ჯოგი, სიფილისტიანი ვამპირები ადამიანებს ცოცხლად ჭამენ ხალხო. თუმცა ის ვინც მე არ დამეთანხმება, იმას მგონი მამაზეციერის გარდა ვერანაირი ექიმი ამ სამყაროში ვერ განკურნავს ხალხო. ტყუილის გაჟღერება ჩემ ინტერესებში არ შედის. ზოგიერთი კოცების ბანდის დავალებით, ანუ ბიძინას ირგვლივ მყოფი ტერორისტების დავალებით ისეთ მესენჯებს იწერებიან, ისეთ შეურაცხყოფებს იწერებიან, ჰენი დაუღწერილია ხალხო. თუმცა მე არანაირ პროვოკაციას წამოგებას არ ვაპირებ. ჩემი ტელეფონი ძალიან კარგად არის მითითებული ყველგან, როგორც სიტყვიერად მაგ გაჟღერებული, ასევე მიწერილი მაქვს ჩემ ვიდეოებზე. თუ მაგარი ბიჭები არიან, ანუ მაგარი ვაჟკაცები, ან ქალბატონები, აიღონ და დამირეკონ. მაგრამ ამას ხო ერთი ადგილი ჭირდება. ეს ის ძუნწი და ბინძური ხალხია. სულით, სისხლით და მთელი აზროვნებით ამის აღზრდა ენის შეუძლებელია. იმიტომ რომ ეს ხალხი წარსულში ჯერ სააკაშვილმა მოწამლა და მისმა რეჟიმმა, ახლა კი ამ გაერთიანებულმა ბანდამ, რომელიც რომ ბიძინა ემაშვილმა თავის ირგვლივ შემოიკრიბა. ეს უსაზღრესი და უბოროტესი რეჟიმია ხალხო. მე კიდე ერთხელ გეუბნებით, დაგთხოვთ, ეს არის ჩემი პირადი აზრი, გონს მოეგოთ, თორემ ერთსა ქვეყანას
მომავალი აღარ ექნება.